აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელები აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მინისტრმა დანაგაბელიამ ტურნირში გამარჯვებულ ახალგაზრდა სპორტსმენებს, მათ მწვრთნელებს და ფედერაციის ხელმძღვანელებს მადლობის სიგელები გადასცა. საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით გამართულ ახალგაზრდულ პირველობაში აფხაზეთის ნაკრებმა გუნდმა, რომელიც შედგებოდა ცხუმისა და დიოსკურიის წევრებისგან, წარმატებით იასპარეზა და ერთეულთა თანრიგში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. 4 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს медали მოიპოვა. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ შესაძლებლობა მოგვეცა მოვსულიყავით აფხაზეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციაში და დაგვხდნენ საოცარი მოზარდები. მათ უკვე ძალიან დიდი საქმე აქვს გაკეთებული, იმიტომ რომ აფხაზეთის სახელით გაიმარჯვეს არაერთ კონკურსში, არაერთ შეჯიბრში და ყავს ასევე ჩემპიონები, როგორც ევროპის, ასევე მსოფლიო. მე მათ ვუსურვებ კიდევ არაერთ გამარჯვებას და ჩვენ სამინისტრო, ჩვენი პრიორიტეტების ფარგლებში შევუწყობთ, რა თქმა უნდა, მათ განვითარებას. 24-25 მაისს თბილისში გაიმართა საქართველოს პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, ეს იყო ახალგაზრდული პირველობა, რომელიც ამავე დროს არის ბათუმში დაგეგმილი, სექტემბერში დაგეგმილი მსოფლიო ტურის, ახალგაზრდული ტურის შეჩაგრჩევი ერთ-ერთი ეტაპიც და აფხაზეთის გუნდმა ფაქტიურად 10 ნომინაციიდან 9 ნომინაციაში ფინალი ითამაშა და 4 ოქრო, 5 შესაბამისად ვერცხლი მოიპოვა. ეს არის უმაღლესი შედეგი. ჩვენი გუნდი მრავალრიცხოვანი, ღირსეული და ტიტულოვანი წარმომადგენლებით იქნება უკვე წარმოდგენილი კონკრეტულ ტურნირზე, რომელსაც მსოფლიო ეტაპი ეწოდება, რომელიც ჩატარდება ბათუმში სექტემბერში. ძალიან ყოფილი ვარ ბავშვებისთვის და რა თქმა უნდა ახლა ბავშვებს რო ვახსენებ და თუ ეს პირობები არ იქნებოდა, ყოფილი ვარ თვითონ ფედერაციის პრეზიდენტ ბატონო მარისთვის, დამფუძნებელისთვის, კახაჩხატისთვის, რომლებიც რო არ აისენი, მე მარტო ვერაფერს ვერ ვიზამნებ.